არასამთავრობოების დემარში, მათ დაწერეს ქართული სასამართლო სისტემის დიაგნოზი, თუმცა აღარ გააცნეს მათ, ვისაც ეს ეხება. ამაში აზრი ვერ დაინახეს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევქმნათ სურათი, თითქოს პროგრესი არის, მაგრამ გარკვეული ხარვეზები რჩება, იმიტომ რომ ეს ასე არ არის. ისევ იუსტიციის საბჭო, რომლის წევრებმაც იციან, რომ ქვეყანაში იყო რთული 9 წელი, მაგრამ არ უკითხავთ უვადოდ არჩეულებისთვის, რას საქმიანობდნენ ისინი ამ 9 წლის განმავლობაში. 9 წლის უკან თქვენ ასეთი აქტიური ვიყავი. მოდით ასეთნაირად აკეთებდით და რაც მთავარია. ბატონო, 9 წელი შექმნა იმას გუშინ. გასაგები, თქვენ არა იცით რა არის? მოდით ამას ეს სხვა საკითხია. და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-5 წელს სასამართლოსთვის ისევ ითხოვს დროს. მესმის ის, რომ პრობლემები ნამდვილად გაგვაჩნია, მაგრამ პრობლემების დაძლევა სჭირდება დრო. ეს პრობლემები უნდა გაიზიაროს ასევე საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგანაც ჩვენ უკვე ღიად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასამართლოში ჩვენ გვაქვს კლანური სისტემა. როგორ მოვიპოვოთ სტატუსი უვადო ქართულ სასამართლო სისტემაში? როგორ აღმოჩნდეთ სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ კანდიდატურათა შორის? როგორ გავხდეთ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე? განსაკუთრებით წარმატებულებს ამ მიმართულებით აქვთ გამაერთიანებელი ბიოგრაფიული ნიშანი. 9 წელი. პოლიტმეტრში დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რატომ ურჩევნია ხელისუფლებას სასამართლოში პოზიციებზე ხავდეს პირები რეპუტაციული კითხვის ნიშნებით. ენდეთ პოლიტმეტრს. ჩვენ დავბრუნდით ეთერში შალვა შავგულიძე, თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე სტუმრად. სამშვიდობო ბატონო შალვა, მადლობა გადაცემაში სტუმრებისთვის. ჩვენ ხო უსმენთ არასამთავრობო სექტორს, მათ თავისი არგუმენტებით დაგვისაბუთეს, თუ რატომ მოიქცნენ ასეთი პროტესტის ამ ფორმას, რასაც გუშინ მიმართეს, რატომ მიმართეს. მოვისმინეთ მათი არგუმენტები, თუმცა თქვენი მხრიდან, როგორც ამ სისტემასთან ხანგრძლივად შეხებაში მყოფი პირის მხრიდან გვინდა დამატებითი კომენტარები, რა არის დღეს დავიწყოთ ასე, რა არის დღეს სასამართლო სისტემის მთავარი სიმპტომატური გამოხატულება, რა ახასიათებს ქართულ სასამართლოს, თუ შეგიძლიათ ეს ზოგადი დიაგნოზი გითხრათ თქვენი. დიდი მადლობა ნინო, მოგესალმებით, მოწვევისათვის მადლობა, მიესალმებით ტელემაყურებელს. ძალიან სწორი მესეჯი იყო აი თქვენს ანონსში, ახლა რაც მოვისმინე, რომ ის 9 წელი არის გამაერთიანებელი და ამ 9 წელშია სწორედ პრობლემა. და რა კუთხით? მოგეხსენებათ, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, ერთ-ერთი უმთავრესი ლოზუნგი ეს იყო სამართლის მოტანას დაპირდა საზოგადოებას და ქართულ ხალხს. და იმ უსამართლობის გამოსწორებას, რომელსაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება, მაგრამ ვისი ხელით? მოსამართლეთა ხელით, ხო? მაგრამ რა მივიღეთ სინამდვილეში? სინამდვილეში მივიღეთ ის, რომ ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ სწორედ ის მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ წინა ხელისუფლების მსახურებით და არა კანონის და სამართლის სამსახურში ყოფნით, სწორედ ისინი დააწინაურა, მათ მიანიჭა უპირატესობა და მათ ჩააბარა სასამართლო სისტემა. რატომ ეს კითხვა ალბათ აწუხებს ჩვენს ძალიან მარტივია ამაზე პასუხი, სამწუხაროდ ქართული ოცნებამ გააგრძელა იგივე გზა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა სასამართლოსთან და სამართალთან მიმართებით, მან გადაწყვიტა, რომ მას სჭირდება მისგან კონტროლირებადი სასამართლო ხელისუფლება. მაგრამ შეიძლება ამის შეფუთვა, შეიძლება სხვა პირებით ჩანაცვლება. ეს რა ტიპის გზავნილია იგივე ადამიანების მოყვანა და გაძლიერება? ეს ნამდვილად გასაკვირია, ამ კითხვას რამდენჯერმე დაუსვი საკუთარ თავს, რომ პერსონალიები მაინც რატომ არ შეცვალეს. კარგით ინსტიტუციურად, თქვათ, გადაწყვეტეს, რომ ისე მოეწყოთ სასამართლო ხელისუფლება, რომ გაეკონტროლებინა მართლ პოლიტიკურ ძალას იუსტიციის საბჭო და იუსტიციის საბჭოში მომხდარიყო თავმოყრა ყველა იმ ბერკეტების, რითიც განახორციელებდნენ ამ ორგანოთის სასამართლო ხელისუფლების კონტროლს, მაგრამ იმდენად არ დამალა ეს სურვილი ქართულმა ოცნებამ, რომ პერსონალიებიც კი არ შეცვალა და პირდაპირ
იგივე პერსონალიები არ მინდა ახლა გვარების ჩამოთვლა, მაგრამ ალბათ მაინც მოგვიწევს თუ სასამართლოზე ვისაუბრებთ, ვიმეორებ, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად იყვნენ მხილებული და ყველაზე ნაკლედობას იწვევდნენ საზოგადოებაში და საერთაშორისო სასამართლოების მიერ ყველაზე ნეგატიურად შეფასებული იყო მათი სამოსამართლეო საქმიანობა, სწორედ ისინი დააწინაურა და მოდით მე რომ ესე უბრალოდ საუბარი ლაპარაკი არ გამომივიდეს, რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს ვიტყვი საკანონმდებლო პოლიტიკიდან, აი რაც გაამყარებს ამ ჩემ მოსაზრებას და გამონათქვამს. Ну თავდაპირველად სასამართლო რეფორმას, რასაც ვაპირებდით, მაშინ მეც გახდით ქართული ოცნების წევრი, საერთოდ თავისუფალი დემოკრატების კოალიციის წევრი ვიყავით, მე უშუალოდ პარტიის წევრი ვიყავი ქართული ოცნების, ვინაიდან მისი კვოტით ვიყარე კენჭია 2012 წელს და შევიმუშავეთ საკმაოდ კარგი მექანიზმი სასამართლო რეფორმის, რომელიც ითვალისწინებდა არა ისე პირდაპირ როდესაც ამ სიტყვისთვის და გააყრას ყველა ძველი მოსამართლეების და ახლების შემოყვანას, რაც მოხდა მიხეილ სააკაშვილის დროს, არამედ სწორედ თანაბარ პირობებში ერთნაირი კონკურსის გავლით, ერთნაირი კრიტერიუმის შეფასების პირობებში მოხდებოდა ბუნებრივი ჩანაცვლება და დარჩებოდნენ კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები, შევისებოდა ახალი სიხლით, ხოლო არაკეთილსინდისიერი და არაკვალიფიციურები უბრალოდ ამ ფილტრის მეშვეობით ყველასთვის ერთნაირი ფილტრის მეშვეობით წავიდოდნენ. მაგრამ ეს იყო ჩანასახი, შექმნილი იქნა კანონპროექტი, მაგრამ თანდათანობით გამოიშიგნა ეს კანონპროექტი და საბოლოოდ მივიღეთ რა. მივიღეთ ის, რომ უარი თქვა, მოდით ვიტყვი, ჯერ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რითიც დავიწყეთ. რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ ყველა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება სასამართლო ხელისუფლებაში, აი ქართული ოცნების მიერ გატარებული ამ ტალღებად მონათული სასამართლო რეფორმით, ამის უფლება აქვს მხოლოდ ძველი სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებს. ოღონდ ეს პირდაპირ ასე კი არ წერია, კანონში წერია, რომ 5 წლის სამოსამართლეო გამოცდილების, 5 წლის სამოსამართლეო სტაჟის მქონე შეუძლია დაიკავოს ყველა ადმინისტრაციული თანამდებობა. ეს არის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა, პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა. 5 წლის სამოსამართლეო სტაჟი მხოლოდ წინა ხელისუფლების დროინდელ სასამართლო კორპუსის წარმომადგენელს შეუძლია ჰქონდეს, ხოლო ახლად მიღებული მოსამართლე ვერ დაიკავებს ადმინისტრაციულ თანამდებობას. არგუმენტი ის, რომ ახლად მიღებულ მოსამართლეს შესაძლოა არ ქონდეს ამ ხელა გამოცდილება, რომ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დაინიშნოს. მანდაც ვიტყვი, არავითარი გამოცდილება არ სჭირდება იმას, რისთვისაც უნდა იყოს სასამართლოს თავმჯდომარის პალატის და რისთვის უნდა იყოს ამას კეთილსინდისიერება და რეპუტაცია ჭირდება და პროფესიულობა. ეს უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული იმ სასამართლო ორგანოს ადმინისტრირების ფუნქცია. და აქ ამასაც ვიტყვი და სწორედ ერთ-ერთი პოზიცია სასამართლო რეფორმის, რომელიც წარდგენილი იყო კანონპროექტში, თავდაპირველში იყო სწორედ სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის განსხვავებული დანახვა, რომ სასამართლოს თავმჯდომარე კი არ უნდა დანიშნულიყო იუსტიციის საბჭოს მიერ და კი არ უნდა ყოფილიყო ის თვალი და ხელი იუსტიციის საბჭოსთვის და შესაბამისად მმართველი პოლიტიკური ძალისთვის კონკრეტული იმ სასამართლო ორგანოს გასაკონტროლებლად. არამედ ეს უნდა ყოფილიყო დამატებითი ტვირთი მოსამართლისთვის, რომელიც აირჩევდნენ მისივე კოლეგები, იმავე სასამართლოს მოსამართლეები, ხანმოკლე ვადით, არაუმეტეს 3 წლისა, როტაციული წესით. უბრალოდ ადმინისტრირება უნდა ჩავარდა. აი სხვა შორის არასამთავრობოები გვეუბნებოდნენ, რომ 2013 წელი იყო ის წელი, თქვენც ალბათ იმ პერიოდზე საუბრობთ, როდესაც ჩანასახი გაჩნდა იმედის, რომ სისტემა შეიცვლებოდა. შემდეგ ყველაფერი წავიდა. პირველი კანონპროექტი შევიტანეთ, მაშინ გაიხსნა სასამართლო, მედია ისევ შეუშვით სასამართლოს შენობაში. სხვადასხვა ცვლილებები გატარდა და შემდგომი ეტაპით წარდგენილი იქნა კარგი კანონპროექტი, მაგრამ მისი განხილვა შეჩერდა და შემდეგ თანდათანობით ეს კანონპროექტი გამოიშიგნა და ვიმეორებ, ჩვენ ისევ მივიღეთ ისევ იუსტიციის საბჭოს მიერ დანიშნული სასამართლოს თავმჯდომარეები, ვიმეორებ, ჩვენ მივიღეთ ის, რომ ყველა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების უფლება ქონდა მხოლოდ მიეცა და აქვს დღესაც მხოლოდ წინა ხელისუფლების დროინდელ მოსამართლეებს, ასევე იუსტიციის საბჭოს წევრად არჩევის უფლება აქვს მხოლოდ წინა ხელისუფლების მოსამართლეებს. ესე იგი, ჩვენ ქართული ოცნება ადგას როგორ პოლიტიკას, ნახეთ სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ასევე უნდა ყოფილიყო ის, რომ
სასამართლოს თავმჯდომარეები და კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეები არ უნდა ყოფილიყვნენ იუსტიციის საბჭოს წევრები. დიახ, ეს სიახლეც მოიხსნა და ფაქტიურად გამოდის რა, სულ რამდენიმე ადამიანი, რომელიც იქნება აბსოლუტურად კონტროლირებადი მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან, იმავდროულად იქნება მას ჩაბარდება სასამართლოს ადმინისტრაცია, ანუ ისინი იქნებიან სასამართლოს თავმჯდომარეები, სასამართლოს პალატის და კოლეგიის თავმჯდომარეები, მათვე აქვთ უფლება და შესაბამისად ისინი იქნებიან არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრებად. ასევე იყო ის შესაძლებლობა, რომ უზენაეს სასამართლოს წევრთა რაოდენობა გაგვეზარდა და იქ შეგვეშვა ახალი მოსამართლეების დიდი რაოდენობა, ვინაიდან რეალურად საკასაციო კონტროლი განხორციელებული იყო. მოგეხსენებათ, უზენაეს სასამართლოში დღეს არის 14 მოსამართლე, 14 მოსამართლე მემკვიდრეობა მივიღეთ ჩვენ, ვინაიდან წინა ხელისუფლებას აღარ ჭირდებოდა უზენაეს სასამართლო ფაქტიურად არ მუშაობდა. და ჩანაფიქრი იყო ჩვენი და კანონპროექტი იყო ესეთი, რომ პირველ ეტაპზე მინიმუმ გაორმაგებულიყო, ანუ გამხდარიყო 28 მოსამართლე. უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების ნომინირებას ახდენდა პრეზიდენტი, ირჩევდა პარლამენტი და ამ ახალ მოსამართლეების მეშვეობით ძველებთან ერთად, რა თქმა უნდა, არავის გაშვებას ქუჩაში არავინ არ აპირებდა ესე ხელაღებით, მოხდებოდა რეალური საკასაციო კონტროლი ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებაზე. ასევე უნდა შემსუბუქებულიყო საკასაციო დასაშვებობის მოთხოვნები, რათა საქმეები რეალურად განხილულიყო საკასაციო სასამართლოში. აქაც მივიღეთ რა, სწორედ იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა პრეზიდენტი არ იყო კონტროლირებადი, არ აღმოჩნდა კონტროლირებადი ქართული ოცნების მიერ. ეს რაოდენობა გაორმაგების ნაცვლად შემცირდა, მხოლოდ 2 მოსამართლით გაიზარდა უზენაეს სასამართლოს წევრები და რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ 14 ახალი მოსამართლის, ასე ვთქვათ, ჩაგდება პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ძალიან იყვირებდა, ხომ, პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და იმავდროულად თუ პრეზიდენტი არ არის შენგან კონტროლირებადი და ისეთ მოსამართლეებს წარადგენს, რომელიც არ იქნება ქართული ოცნებისგან კონტროლირებადი, ეს არ აწყობდა ქართულ ოცნებას, ხოლო ხა 2 მოსამართლის გაჩერება პარლამენტში როგორმე აიტანება. ანუ აი მივიღეთ ეს სურათი, რომ სულ რამდენიმე მოსამართლით, რომელიც იმავდროულად დაიკავებს ადმინისტრაციულ თანამდებობებს სასამართლო სისტემაში, იმავდროულად იქნება იუსტიციის საბჭოში წარმოდგენილი. აი მათი ხელით ეს არის კლანური მართვა, სწორედ. მოდელი, რომელიც მაშინ შემუშავდა, აღმოჩნდა მისაღები ოცნებისთვის და ეს სამწუხაროდ აღმოჩნდა მისაღები და ამას მოყვა უკვე ის, რომ არა მარტო ესეთი სისტემურად და ინსტიტუციურად განხორციელდა ისეთი ცვლილებები, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ შესაძლებელი გახდეს აბსოლუტური კონტროლის განხორციელება მმართველი ძალის მიერ სასამართლო ხელისუფლებაზე, არამედ უკვე უფრო შორს წავიდნენ და კონკრეტულ პერსონალიებზე მორგებული კანონებიც მიიღეს, რაც ნუ უბრალოდ სირცხვილია. მაგალითად, თებერვალში ახლა იქნა მიღებული კანონი ისევ ამ ძველი მოსამართლეების უპირატესობის მინიჭებით, მაგრამ უკვე კონკრეტულ მოსამართლეებზე გათვლილი, რომ უზენაესი სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ მოსამართლეებზე არ გავრცელებული იყო გამოსაცდელი ვადა. მაშინ როცა ცხებზე რჩებოდა ძალაში გამოსაცდელი ვადა. და სწორედ ამ კანონის მეშვეობით გახდა შესაძლებელი ბატონი ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნა, ბატონი სიჭინავა დაინიშნა თუ არ ვცდები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოდან გვახსოვს ჩვენ როგორ ძაღლებს ასეირნებდა მაშინ როდესაც პროცესზე უნდა ყოფილიყო და მაშინ როდესაც სწორედ კაბელების საქმე იხილებოდა, ანუ საქმე რომელიც დაკავშირებული იყო 5 ადამიანის პატიმრობასთან და თუ დაკმაყოფილდებოდა საკონსტიტუციო სარჩელი, ეს ადამიანები პატიმრობიდან თავისუფლდებოდნენ და აი ესეთი სენსიტიურ საქმეზე მოსამართლე არ მიდის სრულიად არასაპატიო მიზეზით, აბსოლუტურად უმიზეზოდ, ვინაიდან მიზეზი ვერც კიდე ასახელა მან ძაღლებს რო ასეირნებდა ქუჩაში და აი ესეთ მოსამართლეს მიენიჭა პრიორიტეტი, რადგან ის იყო საკონსტიტუციოს ყოფილი წევრი, რომ უვადოდ დანიშნულიყო. და ოღონდ მათ მოუვიდათ ერთი შეცდომა, ეს წესი ვერ გავრცელდა თებერვლის კანონი ბატონ მურუსიძეზე, რომელიც ალბათ ჩანაფიქრი იყო, რომ ისიც უნდა დანიშნულიყო, ვერ გავრცელდა, ვინაიდან
ხარვეზი გაეპარათ და არ შეიტანეს კანონში მისი უკუძალა. ხოლო ნორმატიული აქტების შესახებ კანონის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუძალა ეძლევა მხოლოდ მაშინ თუ უშუალოდ არის ამ ნორმატიულ აქტში მითითებული, რადგან არ იყო მითითებული უკუძალა და რადგან ბატონი მურუსიძე უკვე იყო 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, ის მოქცეული იყო ამ ურთიერთობაში და ესე ხელაღებით კანონის უხეში ბადის გარეშე ის ვერ იქნებოდა ვერ დიახდა, მაგრამ აი ეხლა სწორედ ხვალიწყება განხილვა იმ კანონის, რომელიც გამოასწორებს ამ ხარვებს, ჭყალებში ხმარობ სიტყვას გამოასწორებს და ფაქტურად ერთის ხრივის შესაბამება და ასე ფორმდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სამწლიანი გამოსასწრელი ვადა იმ მოსამართლებისათვის, რომლებსაც იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვს 3 წლის სამოსამართლეო გამოცდილება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვია, რომ შემდეგ ამ კანონს მიეცეს უკუძალა და გავრცელდეს იმ მოსამართლეებზეც, რომლებიც უკვე გამოსაცდელი ვადით 3 წლიანი ვადით არიან გამწესებულები, ამ ხარვეს, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციოს ამ ხარვეს კიდევ ჭყალებში ასწორებს თავად კანონმდებელი პარლამენტი და ამ კანონს მიეცემა ახალ კანონს უკუძალა და თითქოს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანით მიღებული იქნება კანონი, რომელიც ბატონ მურუსიძესაც შესაძლებლობას მისცემს იმ 3 წლიანი ვადის გარეშე და იმ კრიტერიუმების გარეშე უადოდ იქნეს გამწესებული. ანუ უკვე რაც თქვენ მკითხეთ, ნინო, პერსონალიებზეც კი არ თქვა უარი ქართულმა ოცნებამ და ალბათ იმიტომ რომ ალბათ მარტივია ახსნა, უბრალოდ ეს ადამიანები უკვე გამოცდილები არიან წინა ხელისუფლების მსახურებაში და თუ ისინი ჩადგებიან ახლა ქართული ოცნების მსახურებაში, რატომაც არა ეს მისაღები და სასურველია. ბატონო შავა, აი ჩვენ გვახსოვს ყოფილი პრემიერის ბიზნეს ივანიშვილის გამოთქმა მურუსიძესთან დაკავშირებით, რომ ის იყო სისტემის მსხვერპლი. თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ არაპირებდით 2013 წელს გათვალისწინებულ რეფორმაში სიძველის გამო, იმის გამო, რომ ისინი მსახურობდნენ კონკრეტული ადამიანები ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლო სისტემაში, ამის გამო ერთხელის მოსმით ისინი გაგეშვათ სისტემიდან. მე მაინტერესებს ეს სად გადის ეს ზღვარი კომპრომისების დოზის, აი მოსამართლეებს თუ აქვთ კომპრომისები და სავარაუდოდ გასული ხელისუფლების დროს ძალიან ბევრ მოსამართლეს ჰქონდა ეს კომპრომისი, ეს დოზა სად არის, რა შემთხვევაში შეუძლია მას იყოს სისტემაში და რა შემთხვევაში აღარ შეუძლია. ეს სამი გვარი ვინც ჩვენ დღეს ვახსენეთ, თქვენ ახსენეთ და ხშირად ფიგურირებს მურუსიძე, ჩინჩალაძე, სიჭინავა ვთქვათ. აი ამ გვარებს რატომ არ აქვთ ეს გამორჩეული ტვირთი, რატომ აწევთ, ვთქვათ, რატომ არ შეუძლიათ იყვნენ სისტემაში? შეგიძლიათ აი აგვიხსნათ, თქვენ გქონიათ მათთან შეხება და იმდენ გეკითხებით. ძალიან მარტივია ამისი ახსნა, ხო? ხა ბატონ სიჩინავაზე მარტო ეს ერთი მაგალითი იქნება საკმარისი. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე აცდენს პროცესს, ანუ რას ახდენს? საბოტირებას ახდენს, ხომ? სამართალწარმოების ის თუ არ მივა, პროცესი ვერ ჩატარდება. აცდენს არასაპატიო მიზეზით, ავათ არ იყო და არავითარი საპატიო მიზეზით საზოგადოებას არ მოგვისმენია. ასე ენებდა ძაღლებს სკვერში. და აცდენს მით უმეტეს ახლა აქ ემატება ის ემოციური ფონი თან როგორ პროცესი, რომლის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული იყო ადამიანები პატიმრობაში დარჩებიან თუ არაკონსტიტუციურად იქნება ის ნორმა ცნობილი, რითიც მათ პატიმრობა მიესაჯათ, სასჯელი მიესაჯათ და ასე ვთქვათ გათავისუფდებიან და აი ესეთ მოსამართლეს რა თქმა უნდა გარკვეული პრობლემები უნდა კონდეს ყოველ შემთხვევაში და არა პრიორიტეტი მიენიჭოს, რომ რადგან იყო საკონსტიტუციოს მოსამართლე პირდაპირ სხვებისგან განსხვავებით უადოდ იყო. ბატონ მურუსიძესთან დაკავშირებით მე მაგალითად ორ საქმეზე მქონდა შეხება ბატონ მურუსიძესთან, ერთი გირგვლიანის საქმეზე ადვოკატი გახდით და მეორე მოლაშვილის საქმეზე და ამ ორივე საქმეზე ევროპულმა სასამართლომ მარტო ეს არის საკმარისი ძალიან ნეგატიურად შეაფასა, მეტი რო არ ვთქვა, მისი საქმიანობა და მე ვისმენდი მედიით ბატონ მურუსიძე ხა ცდილობდა თავის გამართლებას იმით, რომ მე არ შემეძლო დამემძიმებინა საჯელს ხوار დავამძიმებდი და შემსუბუქება არ შემეძლო და რა უნდა მექნა უზენაეს სასამართლოში, სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი, ეს არ არის სწორი, ეს საზოგადოების შეცდომის შეყვანის ცდილობაა, ვინაიდან ჩვენ საკასაციო საჩივრით არ მოგვითხოვია გერგვლიანის საქმეზე
დამძიმება სასჯელის, ჩვენ ვიცოდით, რომ ამის უფლება არ ქონდა, მაგრამ მას ქონდა უფლება და უზენაეს სასამართლოს ქონდა უფლება ხელახალი განხილვისთვის სააპელაციო ინსტანციაში არსებითი განხილვისთვის დაბრუნებულიყო საქმე. სწორედ ეს მოვითხოვეთ ჩვენი ეს საკასაციო კანონიერი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ სასამართლოს მიერ, რომლის შემადგენლობაში იყო ბატონი მირუსიძე და დაკმაყოფილდა ნაწილობრივ პირიქით ბრალდებული მხარის მოთხოვნები და ფაქტიურად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, რაზეც და ბატონი მირუსიძე უმაღლეს ინსტანციით იხილავდა ამ საქმეს და ევროპულმა სასამართლომ კი თქვა, რომ ქართულმა სასამართლოებმა სხვა სახელისუფლებო შტოებთან ერთად და იქ არის ჩამოთვლილი საგამოძიებო ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლება იუსტიციის სამინისტროს სახით გამოგნებლად შესაძლებლად იმოქმედეს ასე ფორმულირებული. შეიძლება ჩინჩალაძეს თქვენ რა იცით მის შესახებ? რაც შეეხება ჩინჩალაძეს, ესეთი კონკრეტული ფაქტების თქმა ეხლა გამიჭირდება, ვინაიდან არ მქონია უშუალო შეხება, მაგრამ ის გარემოება, რომ მოსამართლე უნდა შეფასდეს თავისი კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმით, ხო? რომ ის დაინიშნოს უადოდ ერთი და მით უმეტეს ჩაბარდეს სასამართლოს თავმჯდომარეობის ფუნქცია. რაც შეეხება კეთილსინდისიერებას იურიდიულ საზოგადოებაში და ეს აზრი გაცდენილია იურიდიულ საზოგადოებას და უფრო მეტ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩინჩალაძე წარმოადგენდა კონკრეტულად ბატონი ადეიშვილის თვალს, ყურს და ხელს სასამართლოს სამართავად, სწორედ ამიტომ იქნა ის პროკურატურიდან წარგზავნილი უზენაეს სასამართლოში და ეს ფუნქცია ევალა და სწორედ ამ ფუნქციის გამო იყო ის 10 წელი მოსამართლე, ვინაიდან სამოსამართლეო ფუნქცია, სამოსამართლეო უფლებამოსილებას თითქმის არ უხორციელებდა და ამ 10 წლის განმავლობაში ძალიან ცოტა საქმეები აქვს განხილული. ანუ მაშინ, როდესაც ამ მოსამართლეს კომპეტენტურობას ვერ შეამოწმებ, იმდენად ცოტა საქმე აქვს განხილული და კეთილსინდისიერება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მე ამ კითხვას შეუბრუნებდი იუსტიციის საბჭოს. მათ რა კრიტერიუმებით იხემძღვანელეს, როდესაც აი რა ნახეს კეთილსინდისიერებაში პლუსი ან კომპეტენტურობა რითი შეაფასეს ბატონი ჩინჩალაძეს, როდესაც ის განაწესოს უვადოდ და შემდეგ ჩააბარეს და კიდევ თუ შეიძლება აქვე ვიტყვი, აქ კონკრეტული ისინიც არის, იცი, მარტო ზოგადად მოსამართლედ დანიშვნაზე არ არის ესეთი მართვადი და კონტროლირებადი პირების სასამართლოში. რა თანამდებობებზე ნიშნავ იუსტიციის სააპელაციო სასამართლო საბოლოო ინსტანციით იხილავს საარჩევნო დავებს და იხილავს მისი ადმინისტრაციული კოლეგია. სწორედ ადმინისტრაციულ პალატაში არის დანიშნული ბატონი მურუსიძე და ამ სასამართლოს თავმჯდომარედ ბატონი ჩინჩალაძე. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ საარჩევნო დავას ეს სასამართლო გადაწყვეტს ქართული ოცნების სასარგებლოდ. აი მხოლოდ ეს ნათელი მაგალითი მიუთითებს კიდევ იმაზე, როგორ პრაგმატულად, როგორ არასწორად უყურებს ქართული ოცნება სამართალს და სასამართლოს და როგორ ცდილობს კონკრეტული საკუთარი არალეგიტიმური მიზნებისათვის სასამართლოს გამოყენებას. ჩვენ ფინალში ვართ პრაქტიკულად, რასაც თქვენ ახლა გისმენთ, თქვენ ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხართ, გასაგები რომ კრიტიკულად განწყობილი ხართ, ამიტომ აღარ ხართ ხელისუფლებაში, თორემ იყავით პრაქტიკულად. ძალიან მძიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ჩვენ რომ გონია, რომ ქვეყანაში არსებობს ინსტიტუციები, რომ არის დაყოფილი ხელისუფლება შტოებად, იმისთვის რომ ერთმანეთს აკონტროლონ, რეალურად ერთი დიდი შეიძლება ითქვას რაღაცა პარტიული მასაა, რომელიც ემსახურება მხოლოდ პარტიას. აი ესეთი მძიმე დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა არის უკვე ამ ფაქტებზე დაყრდნობით. გასაგებია, კარგი კითხვაა და სამწუხაროდ უნდა გიპასუხოთ, რომ დიახ, ასეთ მძიმე მდგომარეობაში ვართ. ეს თანდათანობით ნათელი გახდა, მაშინ მე ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრი გახდით, როდესაც დავინახე პარლამენტის წევრი გახდით, როგორც საკანონმდებლო პოლიტიკას ახორციელებდა ქართული ოცნება.
დავიწყოთ თქვათ პროკურატურის კანონით, ხო? მიღებული იქნა პროკურატურის ისეთი თითქოს რეფორმა, მოკლედ ისეთი კანონი, რომელმაც ინსტიტუციურად აბსოლუტურად აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ მმართველი პოლიტიკური ძალის სრული კონტროლის ქვეშ დატოვა პროკურატურა და მის მიერ განხორციელებული სახელმწიფო ბრალდება, ხო? და ვენეციის კომისიის დასკვნა მივიღეთ ამ კანონპროექტზე, სადაც პირდაპირ იყო მითითებული, რომ ეს კანონპროექტი არ პასუხობს პროკურატურის დეპოლიტიზაციის მოთხოვნას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა საქართველოსი და აკონკრეტებს ის დასკვნა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ნება შეუზღუდავია მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხში და გათავისუფლების საკითხში აღმასრულებელი ხელისუფლების და საპარლამენტო უმრავლესობის სახით. მიუხედავად ამისა, მიიღეს და ანუ პოლიტიზირებული პროკურატურა. სასამართლო სისტემა რა დღეშია, უკვე ვისაუბრეთ და ყველასთვის ნათელია, რომ ასევე პოლიტიზირებული და კონტროლირებადი სასამართლო ხელისუფლება. იგივე მცდელობა იყო, ხო, აღმასრულებელი ხელისუფლება ისედაც მმართველი პოლიტიკური ძალის ქვემდებარებაშია. ვიცით, ეს კონსტიტუციური მოწყობაა ჩვენი ესეთი, რომ მმართველი ძალა აკომპლექტებს, ხო? საკანონმდებლო ხელისუფლება არასამართლიანი საარჩევნო სისტემის მეშვეობით კონსტიტუციურ უმრავლესობას ფლობს საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ერთი პრეზიდენტის ინსტიტუტი დარჩა იმ შეზღუდული უფლებამოსილებით, როგორიც იყო, რომელიც არ მოექცა მმართველი ძალის კონტროლის ქვეშ და ეს საკონსტიტუციო კომისია და კონსტიტუციური ცვლილებები ძირითადად მიძღვნილია სწორედ იმისათვის, რომ საპრეზიდენტო პრეზიდენტის ინსტიტუტიც აბსოლუტური კონტროლის ქვეშ მოექცეს. ჩვენ ვიღებთ რას? ვიღებთ ძალიან ცუდ სურათს. აქ აღარ არის საუბარი დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოზე. აქ ვიღებთ უბრალოდ ერთპარტიულ დიქტატურას. მაშინ, როდესაც ინსტიტუციური მართვა მოშლილია ქვეყანაში და ყველა ინსტიტუცია ექვემდებარება მმართველი პოლიტიკური ძალის ნებას, ამას თავისუფლებას ვაძლევდა, ვამბობ, ამას ქვია ერთპარტიული დიქტატურა და უფრო შორსწავალ. ეს ერთპარტიული დიქტატურა ჩვეულებრივი კლასიკური ფორმით კი არ ხორციელდება ისე როგორც თქვა საბჭოთა პერიოდში ჩვენ გქონდა, ხო, კომუნისტური პარტიას ექვემდებარებოდა ყველა ინსტიტუცია. ეს ხორციელდება არაფორმალურ მმართველობის სახით. ანუ ერთ არაფორმალურ მმართველს ემორჩილება აბსოლუტურად ერთი პარტია, ქართული ოცნება, რომელიც აბსოლუტურ კონტროლს ახორციელებს ყველა ინსტიტუციაზე. ეს ძალიან სახიფათოა, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზას და თუ ესე გაგრძელდა, ჩვენ უბრალოდ ჯერ ერთი ვერ დავიცავთ ადამიანის უფლებებს ჩვენს ქვეყანაში. ადამიანი მისი უფლებები და თავისუფლებები იქნება იგნორირებული და ჩვენ ვერ მოვახდენთ ვერანაირად ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ ვერ გავხდებით ორგანული ნაწილი ევროპული სივრცის, ვინაიდან ასეთი ინსტიტუციური მოწყობით ჩვენ ვცილდებით ევროპულ სივრცეს. მადლობთ, იმედია რაღაც გარღვევა მოხდება და ეს ძიმე პროგნოზები ნაწილობრივ მაინც ერთადერთი იმედი, ნინო, არის საზოგადოების საღი აზრი. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ სამწუხაროდ ამ ხელისუფლებამაც ვერ გაამართლა და ალბათ უფრო ვერ გაამართლა ვიდრე წინა ხელისუფლებებმა და უნდა აუცილებლად თავისი პოზიცია გამოხატოს არჩევნებში. ვინაიდან ამ გზით ჩვენ უბრალოდ ძალიან უკან მივდივართ და არა. შავა შავგულიძეს უსმენდით ჩვენ თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის აუდიტორისთვის კი ვიტყვი, რომ დღეს ბოლო წუთამდე იყო შეთანხმებული ქართული ოცნების წარმომადგენელი, ჩვენთან ეთერში მას კითხვებზე უნდა ეკასუხა, თუმცა ბოლო მომენტში ჩვენ ის დავკარგეთ გზაში, ასე რომ ჩვენ დღეს მათი პოზიცია ვერ მოვისმინეთ არა ჩვენ მიზეზით. ასეთი გახდათ პოლიტმეტრი დღეს შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში. მადლობთ.